მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხვალ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიიღებენ. ერთმანეთს განმეორებით მატჩში საჩხერის ჩიხურა და ბაქოს ნეფჩი შეხვდებიან. აზერბაიჯანელი ფეხბურთელები უკვე თბილისში იმყოფებიან. UEFA-ს რეკომენდაციით ტრიბუნებზე უნდა გამოიტანონ ბანერი წარწერით უთხარი არა რასიზმს. სამარცხვინოა, რომ ქართველებს ამის შეხსენება დასჭირდათ. ხვალ იმედია გულშემატკივრების სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად მივლენ და არა დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ბაქოს ნეფჩის ფეხბურთელებმა ჩიხურასთან დაპირისპირების წინ ბოლო ვარჯიში ჩაატარეს. აზერბაიჯანული კლუბი თბილის ოპტიმალური შემადგენლობით ეწვია. გუნდის პრეზიდენტი სადիկ სადიგოვი, რომელმაც სპორტულ ტელეარხ TVS ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და მთავარი მწვრთნელიც ამბობენ, რომ მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. საჩხერის ჩიხურა რომ ანგარიშ გასაწევი ძალაა, ეს ბაქოშიც გამოჩნდა. თქვენი ქვეყნის გუნდმა ნეფტში რამდენიმე კომპონენტში დაჩაგრა. მე მჯერა ჩემი გუნდის ფეხბურთელები თბილისში მხოლოდ წარმატებას მიაღწევენ. ეს მათ ნამდვილად დაიმსახურეს. თავარია ხვალ კარგი, ლამაზი და სანახაობრივი თამაში გამოვიდეს. დანარჩენს უკვე ხვალინდელი დღე გვიჩვენებს. Gürcistan mənim gəncliyim ilə çox bağlı. ჩვენ თბილისში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. მჯერა რომ ჩემს ფეხბურთელებს შეუძლიათ საჩხერის ჩიხურას სახლში დაამარცხონ და ჩვენ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ფეხბურთელები მზად არიან, გუნდში არ არის ტრაუმებიც. სტუმრების შემდეგ მწვანე ბალახზე სავარჯიშოდ უკვე საჩხერის ჩიხურას ფეხბურთელები გამოჩნდნენ. გუნდის მწვრთნელი სოსო ფრუიძის განცხადებით, მისი ფეხბურთელები აზერბაიჯანელების წინააღმდეგობას დაძლევენ. მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე ხვალ უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, თამაშზე მისულ გულშემატკივარს პოლიციის თანამშრომლები გაჩხრეკენ. ზვიად სიჭინავა ქართულ კომაგებს მოუწოდებს სტადიონზე თამაშამდე 1 საათით ადრე მივიდნენ. ფედერაციამ შეიმუშავა უკვე სახელმწიფოსთან ერთად ჩვენ ხვალ ვიწყებთ ყველა იმ რეგულაციების, რომელიც UEFA-ს გააჩნია უსაფრთხოების მიზნით მაგის გამოყენებას. ანუ იქნება დამატებით კონტროლი, შეიმოწმება ყველა გულშემატკივარი, რომელიც მოვა. მოუწოდებთ, რომ ყველა გულშემატკივარს, ვინც მართლა უნდა გულით დაუდგეს საჩხერის ჩიხურას და ქართულ ფეხბურთის ხვალინდელ თამაშს, მოვიდნენ მინიმუმ 1 საათით ადრე მაინც. გუშინ გაიმართა საგანგებო შეკრება ფეხბურთის ფედერაციაში, სადაც ჩართულები იყვნენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურებიდან პროფესიონალები, ამიტომ ხვალინდელ მატჩს არანაირი პრობლემა არ ემუქრება. სტადიონზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ბაქოში ნეფჩი ჩიხურას მატჩის შემდეგ გახდა საჭირო. თუმცა ეს არ იყო პირველი ინციდენტი, რომლის გამოც საჩხერის კლუბი სკანდალში გაეხვა. ჩიხურა ბურსასპორის მატჩისას ლოკომოტივის სტადიონზე თურქეთის დროშის დაწვის გამო UEFA-მ ქართული კლუბი 15,000 ევროთი დააჯარიმა და რეკომენდაციაც მისცა. ხვალ სტადიონზე მე-12 და მე-13 ტრიბუნებზე განათავსონ ბანერი წარწერით უთხარი არა რასიზმს. ჩიხურას სპორტული დირექტორი ბერიკა შუკაკიძე გულშემატკივრებს მოუწოდებს მოედანზე პოლიტიკური ბანერების გარეშე მივიდნენ. მე მინდა მეუწოდო ქართულ გულშემატკივარს, რომ მოვიდნენ და გულხვალე დაუჭირონ ხარი საჩხერის ჩიხურას და ეს არ გაცდეს სპორტის ფარგლებს, fair play-ის ფარგლებს, იმიტომ რომ ჩვენ ესეთი რასისტული, ჰომოფობიური და პოლიტიკური ნიშნის მქონე განცხადებებით თუ ბანერებით თუ გამოვლენებებით გუნდით დაზარალდება ქვეყნის იმიჯიც. ბაქოს ნეფჩი თბილის დღეს დილით ეწვია. უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები აეროპორტშიც მიიღეს. აზერბაიჯანული გუნდის სასტუმრომდე საპატრულო ეკიპაჟებმა მიაცილეს. ჩიხურა ნეფჩის დაპირისპირება ლოკომოტივზე ხვალ 21 საათზე დაიწყება. მასზე დასასრები ბილეთის ფასი 4 ლარია. ხვალინდელ თამაშს უნგრელი არბიტრები გაუწყობიან.